ერთობის მარში. ცვლილობა ისნის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე. ოლიგარქის მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში დღესაც გამოვიდნენ. რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, აქტივისტები და ის ახალგაზრდები და არა მარტო ისინი, ვინც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავენ და ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან. აცხადებენ, რომ ყველანაირი გზით შეეცდებიან რეჟიმს დისკომფორტის შეუქმნა. საზოგადოების ფასს კი მუდმივად შეახსენებენ, რომ ამ დრომდე ციხეებში არიან უდანაშაულო ადამიანები და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. რატომ შეირჩა საბოლოო ლოკაციად შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავად აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ინტერვიუებიდან შევიტყვით. Ყველაზე მეტად აკლდა ეს ისეთ რეჟიმს, რომელიც სრულიად სტრუქტურიზებულად მართება და ხალხს სხვადასხვა ძალები ჭირდება ზუსტად იგივენაირი წინააღმდეგობის ძალა, რომელიც იქნება სტრუქტურიზებული, არ იქნება ეს უბრალოდ აქციის დაანონსება, ეს უნდა იყოს ძალიან დიდი სტრუქტურა, ძალიან დიდი ძალა, საპროტესტო ძალა, რომელიც დაგეგმავს კონკრეტულ ნაბიჯებს და მიმუშავებთ, რომ ზუსტად დავარტყათ რეჟიმს წერტილებში, რომელზეც დგას. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქვს ქართველ ერს, არის რომ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი წავიდეს სამუდამოდ საქართველოდან. ძალიან კარგია, რომ ასე გადაწყდა და გადაინაცვლა ქუჩებში უკვე ეს იქნება მუდმივად. მანამ სანამ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება არ გადადგება, რასაც ვითხოვთ პირველ რიგში. აუცილებლად განთავისუფლებიან პოლიტპატიმრები, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის და როცა ხალხი ბრძოლობს, მას მთავრობა ვერ აჯობებს, ვერცერთი მთავრობა, მით უმეტეს ეს გაუნათლებელი უციგნური ხელისუფლება. ჩვენ მუდმივ პროტესტში ვართ, არ დავნებდებით, არ გავჩერდებით, ყოველ ნაბიჯზე შევახსენებთ თავს, რომ ეს განუკითხაობა, ეს უსამართლობა ძალიან მალე დასრულდება. ყველას კონდეს იმედი, ეს ძალიან მალე დასრულდება. ჩვენ არ გვინდა რუსეთში და რუსული კანონებით ცხოვრება. უნდა შევახსენოთ, რომ არ შეიძლება ცრუმოწმე იყო და 19 წლის და 20 წლის ბავშვები გაჭირო 9 წლიანი ციხისთვის, როდესაც სწავლა განათლება სჭირდებათ და ნორმალური მომავალი ქვეყანაზე იბრძვიან და სირცხვილი მაქვს ცრუმოწმებს და სირცხვილი საერთოდ პოლიციას, პოლიცია ავტორიტეტი საერთოდ გააქრო რა, არ დატოვა არაფერი და მოუწოდება ამ ცრუმოწმებს, როცა სხვას ხელს დაადებს, მის შვილზე იფიქროს, წარმოიდგინოს, რომ იქ მისი შვილი დგას და სხვა ასე ადანაშაულებს როგორი იქნება. რუსთაველს უნდა გაძლეს პროტესტი იმისათვის, რომ მთელ ქალაქში და მთელ ქვეყანაში ისმოდეს პროტესტის სულისკვეთება, ის წუხილები, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, რაც თავარია დღისით უნდა ხდებოდეს ეს. პირველ რიგში აღინიშნოს, რომ პოლიტიკური ტყვეების მშობლები და ოჯახის წევრები, პირველ რიგში რა თქმა უნდა პოლიტიკური ტყვეები, მაგრამ მათი ოჯახის წევრებიც არიან ამ ბრძოლის ლიდერები, მთავარი ლიდერები და ჩვენი ყველას ვალდებულება არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის, რომელსაც პატრიოტულად არის გაწყობილი,
ამ ხალხს გვერდში დაუდგეთ. სიამდვილეში ყველა ეს მარში, რომელიც რუსთაველის გამზირის მიღმა ტარდება, რომელიც არის იმ ცენტრალური წინააღმდეგობის მოძრაობის ნაწილი, საბოლოო ჯამში დიდი შინაარსის და სიმბოლიზმის მატარებელია. ყველა არჩეული ლოკაცია მიდის იქამდე, საიდანაც მოდის სრუჩვენებები, შეკერილი საქმეები, სადაც არიან დასანქცირებული მაღალჩინოსნები. ყველა სახელმწიფო უწყება გვაქვს დასაბრუნებელი. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ დაცვის სამსახურად აქცია ოცნების რეჟიმმა უნდა დაისაჯოს ყველა მოძალადე, პოლიციელი, ყველა ცრუ მოწმე, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს უშვებს 7, 9, 10 წლით ციხეში. ვითხოვთ რეჟიმის შეცვლას და სამართლიან თავისუფალ არჩევნებს.